თბილისის საკრებულოს წევრის ზაზა გაბუნიას თქმით, სატენდერო პოლიტიკა არა მართლზომიერად მიმდინარეობს და ამის ერთ-ერთი მაგალითი 12 ივნის ჩატარებული ტენდერია. საქმე ეხება თბილისში არსებული 8 შადრევნის გაწმენდას, რომელთა მომსახურებაზე ტენდერის მიხედვით მერიამ შეპესე დავით 100,000-ზე მეტი ლარი გადაურიცხა. გაბუნიას მტკიცებით ტენდერები არაკანონზომიერებად მიმდინარეობს და აღნიშნული შემთხვევა მხოლოდ ერთი მაგალითია, რადგან არსებობენ კომპანიები, რომლებსაც მონაწილეობაზე განცხადების შეტანის უფლება არ აქვთ. თბილისის საკრებულოში ზაზა გაბუნიას ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ ტენდერში მონაწილეობა აბსოლუტურად ყველასათვის ღიაა, გამარჯვებულად კი ის კომპანია ცხადდება, რომელსაც ყველაზე შეღავათიანი ფასები ექნება წარმოდგენილი. თბილისის მერის მხრიდან საბიუჯეტო ფულადი სახსრების არამიზნობრივად და არაპრიორიტეტულად ხარჯვა ეს არ ახალია და მეტის შეიძლება ითქვას რაღაც ერთგვარი ტრადიციას გახლავთ. ამას ადასტურებს ეს ახალი ფაქტიც 12 ივნის გაიმართა ტენდერი თბილისის მერიაში, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ კომპანიას, ერთ-ერთ შეპესეს თბილისის მერიამ 100,000-ზე მეტი ლარი გადასცა თბილისში 8 შადრევანის მაღლა პატრონობისათვის. ეს გახლავთ აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი იმ ფონზე, როდესაც არსებობს ასობით მოქალაქე თბილისში, რომელსაც არ აქვს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომა, რომელიც არის უსახკარო და აქვს მთელი რიგი სოციალური პრობლემები, 100,000-ზე მეტი ლარი არ უნდა იხარჯებდეს განსაკუთრებით ამ პერიოდში აბსოლუტურად არაპრიორიტეტული საკითხების გადასაწყვეტად. ამასთან ერთად აღნიშნული ტენდერი, რომელიც ჩატარდა აბსოლუტურად არაკონკურენტულ გარემოში, თავისთავად უკვე აჩენს კითხვის ნიშნებს, რომ ხომ არ იყო ეს კომპანია, ხომ სარგებლობს ეს კომპანია განსაკუთრებული დამოკიდებულებით, ფავორიტული დამოკიდებულებით თბილისის მერის მხრიდან. ეს გახლავთ საკმაოდ დილეტანტური შეფასება. მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მოქმედ შესყიდვების კანონი და ტენდერების წესი გახლავთ განსაკუთრებული, ეს აღიარეს გაეროს ექსპერტებმაც, რამდენიმე ქვეყანაში მოხლოს მომავალში დაინერგება აღნიშნული წესი, ეს გახლავთ აბსოლუტურად გახსნილი ელექტრონული ფორმით მიმდინარეობს და ბატონი გაბუნია ვერ დაგვისახელებს ვერცერთ კომპანიას, რომელმაც შესთავაზა დედაქალაქის მერიას ნაკლები ფასი და ვერ გაიმარჯვა ტენდერში. ეს გახლავთ გვერდიდან მაყურებელი ადამიანის პოზიცია, რომელიც გახლავთ საქმეს ჩაუხედავი. მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი გამოცხადებულ ტენდერში იღებს ნებისმიერი კომპანია მონაწილეობას, რომელსაც შეუძლია კონკრეტული მოცულობის სამუშაო შესრულება და დაბალი ფასის შეთავაზების შემთხვევაში ელექტრონული წესით იმარჯვებს აღნიშნულ ტენდერში. ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, იქ რამდენი კომპანია შემოვა ტენდერზე, ამას არ აკონტროლებს, ვერ აკონტროლებს და არ აკონტროლებს არც დედაქალაქის მერია და არც სხვა რომელიმე სახელმწიფო უწყება. ეს გახლავთ ღია პროცესი და შეუძლია ელექტრონულად დარეგისტრირდეს და შემდეგ უკვე ელექტრონულად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში ნებისმიერმა კომპანიამ.